აი ასეთი შეტყობინება მივიღე ჩემი გამომწერისგან, შესაბამისად მინდა გიპასუხოთ ყველას, ვისაც ეს შიში მოსვენებას არ გაძლევთ. ეს იცით რა არის? რეალურად თქვენ კი არ გეშინიათ, რომ მომავალში გიღალატებენ. თქვენ უკვე ნაღალატევი ადამიანის პოზიციიდან იყურებით. ეს შიში, როგორც წესი, არასდროს უკავშირდება თქვენ ახლანდელ პარტნიორს. ეს არის ის ძველი დაამცავი ფსიქიკის მექანიზმი, ძველი ტრავმა, რომელიც შესაძლოა მიიღეთ ბავშვობაში და დღემდე არ არის დამუშავებული. ასევე შესაძლებელია ეს იყოს საგვარეულო პროგრამები. ახლა თქვენი ტვინი ცდილობს წინასწარ იპოვოს ის ღალატის ნიშნები, რომ მზად შეხვდეს დარტყმას. ამ პრობლემას წლებია ვერ აყვარებთ, იმიტომ რომ მას ებრძვით ლოგიკით. რეალურად კი სანამ ქვეცნობიერში არ ჩახვალთ, სანამ იმ პირველ წყაროს არ გაანეიტრალებთ, ეს მუდმივი შფოთვა არ მოგასვენებთ. ის ნელ-ნელა დაანგრევს ურთიერთობებს, თუნდაც ყველაზე იდეალურ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩემთან პირად სესიებზე მოდიან მსგავსი მოთხოვნით, მე არასდროს ვცდილობ ახლანდელი პარტნიორის ანალიზს. ჩვენ მივდივართ ღრმად ქვეცნობიერში და ვეძებთ იმ პირველ წყაროს, როდიდან გახდა ეჭვიანი და როდის გაუჩნდა პირველად მიტოვების შიში. თუ ეს შეგრძნება, შენთვისაც ნაცნობია, ჩაეწერე პირად სესიაზე ან ვიმუშაოთ ერთად პროგრამებით.